ამით ერთობიან ვარსკვლავები, ოსკარის მფლობელები, ასტრონომები, ქვეყნის პირველი პირებიც. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას, თუმცა ყოველთვის სწორედ არა. ვიდეოს ვიღებ. სელფი, ანუ ფოტოსურათი, რომელსაც როგორც წესი საკუთარი ხელით, ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით ვიღებთ. სელფი მანია. ეს 21 საუკუნის სცენია, თუმცა ისტორია გაცილებით ადრე იწყება. ეს ნახატი 1524 წლით თარიღდება და შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც პირველი სელფი. ფრანჩესკო პარმიჟანინომ 21 წლის იტალიელმა მხატვარმა სარკის მეშვეობით ავტოპორტრეტი დახატა და შემდეგ ნამუშევარი რომის პაპს აჩუქა. 1630 წელს რემბრანდტმა ავტოპორტრეტი შექმნა. თანამედროვე გაგებით ძალიან კარგი სელფი, წინ გამოწეული ტუჩებით. პირველი ფოტოსელფი რობერტ კურნელიუსს ეკუთვნის. ამერიკელმა ფოტოგრაფმა 1829 წელს საკუთარ თავს ფოტოსურათები გადაუღო. თანამედროვე სელფის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც პირველად იაპონიაში ორკამერიანი ტელეფონი გამოიგონეს. ამის შემდეგ ყოველ ახალ გამოსულ მობილურ ტელეფონს ორი კამერა აქვს. თითქოს ყველაფერი იმისკენ გვიბიძგებს, რომ რაც შეიძლება მეტი სელფი გადავიღოთ და ჩვენც ასე ვიქცევით. საერთოდ ძალიან მომწონს სელფის გადაღება და რა ვიცი, ალბათ ეხანდელ დროში ყველა თითქმის სელფს იღებს. მიზანი ის არის, რომ ზოგადად სადაც არ უნდა ვიყო, შეიძლება ანუ მომინდეს და გადავიღო და თან შეჩვევის ამბავიც არის, იმიტომ რომ ეჩვევი. ეგოიზმის ნიშნები არის მაგით და ალბათ კომპლექსის რაღაცნაირი. ალბათ არასრულფასონებისა და უნდათ რომ უბრალოდ თავი მაგით არ გამოაჩენ, ვფიქრობ ეგ კომპლექსი არის ძირითადად. არ ვიცი, ხო, რაღაც ეგოიზმის, რაღაც ნარცისიზმის პატარა ნიშნები შეიძლება არის. ნარცისიზმია უფრო ვიდრე ეგოიზმი, და შენ თავ მოგწონს ძალიან და გინდა რომ ხშირად დაფიქსირო და სხვებს გაუზიარო, როგორი კარგი ხარ. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ 2014 წლის 31 მარტს სელფი ოფიციალურად გამოაცხადა როგორც გონებრივი აშლილობა. დაავადება კი ასე აღწერა. აკვიატებული და დაუძლეველი სურვილი გადაუღო საკუთარ თავს ფოტო. განათავსო ის ინტერნეტში და ამ გზით შეივსო საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა. თუმცა ეს არ ეხება ყველას და ასოციაციის თქმით არსებობს დაავადების 3 სტადია. პირველი სტადია ზღვრული სელფი. როდესაც დღეში 3 სელფ-შოტს იღებ, მაგრამ მათ სოციალურ მედიაში არ ათავსებ. მეორე სტადია კვეთრი ბასრი სელფი. როდესაც იღებ 3 სელფს და თითოეულ მათგანს სოციალურ მედიაში ათავსებ. მესამე სტადია ქრონიკული სელფი. როდესაც უკონტროლოდ იღებ სელფს და აკეთებ ამას ყოველ საათში, ხოლო ფოტოებს მინიმუმ დღეში 6 ჯერ პოსტავ. სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით მსოფლიოში რამოდენიმე სახის სელფი გამოიკვეთა. ეს არის სელფის კლასიკური ფორმა, როდესაც ფოტოს უღებთ საკუთარ თავს, სმარტფონის, კომპიუტერის ან ფოტოაპარატის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში ტვერთავთ. სელფი სარკესთან. ესეც კლასიკური სელფის ერთ-ერთი ფორმაა. ამჯერად საკუთარ თავს ფოტოს სარკის დახმარებით უღებთ. ამ დროს აქცენტი ჩაცმულობაზე მახვილდება. Duck face self. ანუ იხვის სახის ფორმის სელფი. როდესაც სრულიად უმიზეზოდ იღებთ ძალიან საყვარელ გამომეტყველებას. ფეხსაცმლის სელფი. ეს აუცილებელია. რა მნიშვნელობა აქვს რატომ ვიღებთ ამას? სელფი აქსესუარებით. თუ თქვენ სულ ახლახან სამაჯური, საათი, ბეჭედი ან ნებისმიერი აქსესუარი შეიძინეთ, უკვე დროა მისი ფოტო სოციალურ ქსელში განთავსდეს. სელფი საკვებთან. თუ გემრიელი კერძების გარემოცვაში მოხდით, ეცადეთ მათ ცენტრში მოექცეთ და თამამად იპოზიოროთ. სელფი მეგობრებთან. ყველაზე კარგი იქნება თუ ერთმანეთს ჩაეხუტებით და ბედნიერ სახეებს მიიღებთ.
სელფის ამგვარმა ფორმამ პოპულარობა 2014 წლის ოსკარის ცერემონიალის შემდეგ მოიპოვა. ერთ კადრში რამდენიმე ადამიანის ჩატევა მარტივი საქმე სულაც არ არის. სელფის მიმართ დამოკიდებულება მაქვს აბსოლუტურად ნეიტრალური, ანუ ვარ მომხმარებელი, მიყვარს ისეთი უდაჩნი წარმატებული და კარგად გაკეთებული სელფი. ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სელფის გადაღების დროს, რომ აი რაღაც ფეილი არ დაგვემართოს? ბექგრაუნდი აუცილებლად, იმიტომ რომ ისეთი ცუდი ისენი მინახავს შემთხვევები, ну, არაშუფთა უნიტაზი ასე რომ თქვა და ჩასარეცხი. გარდა იმისა, რომ ქვემოდან არ უნდა გადაიღო, იმიტომ რომ დიდი ღაბავი შეგიძლია გამოჩნდეს. და განათება რომ ზემოდან უნდა იყოს და არა ქვემოდან, კიდევ უნდა მივაქციოთ იმას, რომ არ ქონდეს პრეშიკის საფეზე ალბათ, იმიტომ რომ ესეც ძალიან ესთეტიკური ამბავია. ყველაზე ეფექტური როდის გამოდის სელფი? აი ძალიან მაღლი და რაღაც, იმიტომ რომ აი ეს იჭიმება სახე. და უფრო გავხარე. თვალების დიდი ჩანს, თვალებში ირეკლება ცა. და რაღაც ესაა რა ცა. პოზას როგორც ვიღებთ, ანუ აი რაღაც აი ერთმანეთის საპირისპიროდ, არა. და სელფი როდის მოკვდება, ალბათ მაშინ მოკვდება, როცა ჩვენც გადავშენდებით. ხო, აი რემბრანტი და იქ საიდან დაიწყო, ხო, ეს ყველაფერი და ამდენი ხანი ვითარდება. მე მგონი მართლა ეგ არის რა. როცა მოკვდებით, სელფიც მაშინ მოკვდება.